მეგობრებო, ასაკთან ერთად ადამიანს სხვადასხვა, მათ შორის ფილოსოფიური აზრებიც უჩნდება. მით უფრო სამართლის დოქტორი გახლავთ. რა თქმა უნდა, მოგონებებიც. მოგონებები. ღმერთო ჩემო, რა თქმულია ხოლმე ეს მოგონებები? ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ისინი რაიმე ზეციურ სიამოვნებას უკავშირდება. ჩემ შემთხვევაში არა. ჩემი გონებიდან ლამაზი ფერადი პეპლებებით გაფრინდნენ სიყვარული, მეგობრობა. მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებიღა დამრჩა. ვისაც ჩემი განადგურება ან სასტიკად დამცირება სურდა, საერთოდ დავივიწყე იმ დღიდან, რაც გულწრფელად ვირწმუნე ღმერთი. მაგრამ ადამიანების მოულოდნელად კეთილშობილური საქციელები, წარმოუდგენლად ლამაზი ბუნების წერტილები, უმეტესად უკრაინაში დღემდე ჩემთან არიან. ყოველდღე. ბევრ პოსტში ვყვები დაახლოებით 40 წლის უკრაინელ ქალზე სახელად გალინა, რომელიც ადგილობრივ პოლიკლინიკაში ექთნად მუშაობდა 70 რუბლიან ხელფასზე და ცხოვრობდა პირველ სართულზე. პატარა ნახევარსარდაფის მსგავს ოთახში. ჩერნიშევსკის ქუჩაზე, სადაც იმ დროს მე და დედაჩემიც ცხოვრობდით პროფესორთა ბინაში. ეს ნათელი მოგონება აი რას უკავშირდება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. 7 წლის ვარ. ხელში რძის ბიდონი მიჭირავს. მრგვალი ეზოს შუაგულში ვდგავარ და გამწარებული ვტირი, რადგან საშილად მეშინია დედის, რომელიც გამლანძღავს იმის გამო, რომ რძისთვის განკუთვნილი 5 მანეთი დავკარგე. გვერდით ჩამიარეს ჩვენი სახლის მაცხოვრებლებმა. ყველა მიცნობდა დედამათ რატომღაც დამპალ ინტელიგენციას ეძახდა. თავზე მეფერებოდნენ და თანაგრძნობით ამბობდნენ: მიდი, ნუ გეშინია, დედას უყვარხარ. მათ შეეძლოთ უბრალოდ ფული მოეცათ ჩემთვის, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია. უცებ ეს ქალბატონი გალია მომიახლოვდა. ხელი მომკიდა და პირველ სართულზე მდებარე თავის პატარა ქოხში შემიყვანა. ხატვა რომ შემეძლოს, ახლა უკიდურესი სიღატაკის სურათს დავხატავდი. ბაზაწინა სამზარეულოს შუაგულში იდგა პატარა ფრეონის მაცივარი, რომელიც დიდი ხნის წინ ნაგავ საყრელზე უნდა გადაეგდო, ხოლო მასზე იდო ნანატრი 5 მანეთი. მისი აღება აზრადაც არ მომცვლია, რადგან ეზოში ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთის შესახებ. თვისშუა რიცხვებია, ხელფასამდე კიდევ 2 კვირა რჩებოდა. და ეს ამ ღარიბი ქალის უკანასკნელი ფული იყო. ის არაფრით გამორჩეული გარეგნობისა იყო, კეთილის სახით გამხდარი და სხვათა შორის, როგორც სადარბაზოს შესასვლელთან სკამებზე მსხლომი ბებიები ამბობდნენ, შეყვარებული იყო ჩემს ლოდ ძმაზე იურიზე. მოკლედ, ჩამეხუტა მაკოცა და ეს ფული გამომიწოდა სიტყვებით: აიღე, ჩუმაწადი მაღაზიაში, რომ დედამ არ დაგინახოს, იყიდე რძე და ტირილს შეეშვი. განა შეიძლება ასეთი საქციელი ოდესმე დაგავიწყდეს. მით უმეტეს, რომ ეს მისი უკანასკნელი ფული იყო. თვის ბოლომდე კიდევ უნდა გაეძლო. ეს მეც უთხარი, რისთვისაც საკუთარი თავის მიმართ ისეთი პატივისცემა ვიგრძენი, რომ დღემდე მომყვება. მაგრამ იმავე წამს ჩემს კრეატიულ თავში უკვე დაიბადა გეგმა, როგორ დაუბრუნებდი ამ ფულს. და დამიჯერე დაახლოებით 1 თვის შემდეგ გალიას მიუტანე 5 მანეთი, 20 კაპიკით შეგროვებული იმ ფულიდან, რომელსაც სკოლაში სადილისთვის მაძლევდნენ. მაგრამ რადგან ის კატეგორიულ უარს ამბობდა ამ ფულის აღებაზე, ტყვიასავით გამოვვარდი იქიდან და ვერც კი მოვასწარი მადლობა მეთქვა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს თვალში ნამდვილად დიდი ადამიანი იყო. 50 წლის ასაკში ხარკოვის ერთ-ერთ ყველაზე მიტოვებულ სასაფლაოზე, მის საფლავზე შავი გაბროს სტელა დავდგი წარწერით კეთილ ქალბატონ გალიას ღრმა პატივისცემის ნიშნად კიევის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკისგან. საერთოდ კი მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. მთელ მსოფლიოში ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან: კარგებად და ცუდებად. კარგები ყოველთვის სიყვარულით არიან სავსენი და არასოდეს შურთ სხვისი, ხოლო ცუდები, მე მათ უფრო მარტივად არამზადებს დავარქმევდი, მუდამ ბედისა და ადამიანების მიმართ პრეტენზიებით ცხოვრობენ და მათ სიძულვილ საზღვარი არ აქვს. უფალი არამზადებს დეპრესიის ჭრის. ეს ფსიქიკურ დაავადებებს შორის ყველაზე მძიმე დაავადებაა და ხშირად ადამიანის სიცოცხლის დასრულებამდე მიხავს. ცუდი ადამიანის კარგ ადამიანად გადაქცევა შეუძლებელია. აი ასე. ახლა კი იმის შესახებ, რაც ერთ-ერთ უქმე დღეს, რომელსაც შაბათს უწოდებენ, მოვისმინეთ ჩემთვის წარსულში ყველაზე საყვარელი თანამემამულისგან, დღეს კი ისრაელში რუსულ ენაზე მოსაუბრე ერთ-ერთი უდიდესი მხალაგებლისგან. ვგიჟდები მასზე. მას აშერ კუშნირი ქვია. ადამიანი არ არის ვალდებული იყოს ოპტიმისტი. არამედ ვალდებულია სჯეროდეს, რომ ღმერთი არ ცდება. მისი ლექცია ეძღვნებოდა ოპტიმიზმსა და პესიმიზმს. ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა მას ვეთანხმები, რადგან ეს პასტორი დიდია იმ უნარით, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს ზოგჯერ ძალიან განსხვავებული ცნებები. მას ძლიერი არგუმენტაცია აქვს. და აი რას ამბობს ის. თუმცა მის სიტყვებს სრული სიზუსტით ვერ გადმოვცემ.
ადამიანები ოპტიმისტებად და პესიმისტებად იყოფიან. ოპტიმიზმი ხასიათისთვისებაა. რწმენა, სულის გადაწყვეტილება. პესიმისტი შეიძლება მთელი ცხოვრება პესიმისტად დარჩეს. მას ძალუც იტიროს, ეშინოდეს, ეჭვიეპარებოდეს. მაგრამ თუ ის ამბობს ღმერთო, მე არ მესმის შენი, მაგრამ გენდობი, მაშინ მან უკვე გაიმარჯვა. ის უკვე ხელახლა გარდაიქმნა ბედნიერ ადამიანად. ეს საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, როდესაც წლების განმავლობაში ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის გამო ვიმყოფებოდი დიდ უბედურებაში, რომელიც დეპრესიაში გადაიზარდა. გამოსავალს ვერ ხედავდი, სანამ ჩემ მიერ პატივცემულმა მღვდელმა არ გამიმხილა ჭეშმარიტება, რომ სწორედ ასე სურს ღმერთს ჩემს ტანჯულ სულამდე მოღწევა. იმდენად დავიჯერე, რომ ჯერ კიდევ შედეგის გარეშე დავხურე კაზინო. რამდენიმე ძალიან მომგებიანი მრავალმილიონიანი დოლარში ობიექტი და გავხსენი უკრაინაში უსახლკარო ადამიანების დახმარების ყველაზე დიდი ფონდი. წარმოიდგინეთ, ყველაფერი ჩემრიგლივ შეიცვალა. უფრო მეტი შემოსავლის მიღება დავიწყე. არა მხოლოდ მესამედ გავხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, არამედ კიევის მერიც. და რაც თავარია, ვისწავლე სიყვარული. სიყვარული არა მხოლოდ საკუთარი თავის, ისედაც როგორც მაშინ მეჩვენებოდა მნიშვნელოვანი ლამაზი მდიდარი და თანაც დიდი უფლებამოსილების მქონე, არამედ ასევე ვისწავლე შემერჩია უცხო, მანამდე ჩემთვის უცნობი ადამიანების პრობლემები, ასევე მიმეღო უდიდესი კმაყოფილება, როდესაც შევძლებდი მათთვის დახმარების ხელის გაწვდას. ღიარულ მომღიმარ ოპტიმისტს შეიძლება საერთოდ არ კონდეს იმედი, სანამ ყველაფერი კარგად და ის ბედნიერია. უბედურება დადგა და მთელი მისი ფილოსოფია დაინგრა. ამიტომ ჩემს მსგავს შემთხვევებში ნუ გაიქცევით ჯადოქრებთან ან სხვადასხვა სახის კურნალებთან. ნუ ეცდებით ოპტიმისტებად გადაქცევას. ოპტიმიზმი ხასიათია. ერთი ადამიანი მზიან ადამიანად იბადება, მეორე შფოთიანად. შემოქმედი არ მოითხოვს ხასიათის შეცვლას. ის სხვას ელის. ისწავლეთ მისი ყოვლი შემძლე ღმერთის ნდობა. როცა ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს, ადვილია თქვა დიდება უფალს, მაგრამ როცა ბავშვი ავად ხდება, როცა მეგობრებმა გიღალატეს, როცა ფული არ არის, როცა ახლობელი გარდაიცვალა, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი რწმენა. არ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, არამედ რწმენა იმისა, რომ უფალმა ჩემზე უკეთ იცის. მაშინ საოცარი რამ ხდება. გარემოებები შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ თავად ადამიანი იცვლება. შიში იწყებს ადგილის დათმობას იმედისთვის, სასწრაფოთა მოთმინებისთვის, წყენა მადლიერებისთვის და სწორედ ამას ეწოდება მინდობა. არა ოპტიმიზმი, არა თვითშთაგონება, არა ფსიქოლოგია, არამედ ნდობა იმის მიმართ, ვინც მთელ სურათს ხედავს. მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ მისი ერთი კუთხის დანახვა შეგვიძლია. ახლა კი მეგობრებო, მე მომეცით თქვა ის, რაც ჩემი აზრით სწორედ თქვენ გეხებათ საქართველოში, ჩვენი ჩერნოვეცკის ფონდის ქველმოქმედებს. რადგან ეს ჩემი ფონდი არ არის. ის სრულიად თქვენია და თითქმის 300,000 ქველმოქმედის მუდმივი დახმარების წყალობით ჩვენ ვიხსნით სიცოცხლეებს და ვაძლევთ ადამიანებს იმედს. თქვენ ბევრი ადამიანის ტრაგედია გინახავთ. თქვენ ყავთ ნანახი ბავშვები, რომლებიც იხოცებოდნენ. თქვენ ყავთ ნანახი დედები, რომლებიც ოპერაციისთვის სახლს ყიდდნენ. თქვენ ყავთ ნანახი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ახლობელი ადამიანები უსინდისოდ ღალატობდნენ, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ოპტიმიზმზე რომ იდგეს. თქვენ დიდი ხნის წინ შეწყვეტით კეთილი საქმეების კეთებას, თუმცა აგრძელებთ თქვენი გულის კარის გაღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საერთოდ არ იცნობთ და მათ დახმარების ხელს უწვდით. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ოპტიმიზმი კი არ გაკავებთ, თქვენ გაკავებთ ღმერთისადმი მინდობა. მე ბევრჯერ გამიორებია ერთი აზრი, რომელიც ვფიქრობ ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე ძლიერია. ღმერთი ადამიანს არ დაჰპირებია მარტივ ცხოვრებას, მაგრამ დაჰპირდა, რომ არც ერთი ტანჯვა არ იქნება უაზრო.